22 დეკემბერს 4 საათზე გახდება ცნობილი, რა ვერდიქტს გამოუტანს ახალგაზრდა მუსიკოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მათედევიძის საქმეზე დღეს შეჯიბრობითობის პრინციპით ორივე მხარემ საბოლოო სიტყვით შესავალი სიტყვით, მათ შორის ამავდროულად საბოლოო სიტყვით ისარგებლეს პროკურატურამ და ადვოკატებმა მეტი დრო დაეთმოთ ადვოკატებს, რომლებიც მთელი 2 საათის განმავლობაში მოსამართლეს არგუმენტირებულად ფაქტებით უმტკიცებდნენ, რომ მათედევიძეს არ ჩაუდენია მსგავსი კატეგორიის მძიმე დანაშაული, რომელზეც მიუთითებს პროკურატურა და მისთვის კიდევ უფრო დამძიმებას ითხოვს ამ სასჯელის. მათედევიძე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ის თავს და არ დასხმია პოლიციელს, განსაკუთრებით გაუდინარი იქნեն, რომ მას არანაირი მოტივი არ ამოძრავებდა, რომ სამართალ დამცავს დასხმოდა თავს. ეს იყო მთავარი არგუმენტი დაცვის მხარის, რომელიც არის ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინში. თავადაც ისარგებლა მცირე სიტყვით მათედევიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც მის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდა, ასევე მან მოუბოდიშა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გახდა პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და დაკავების. მადლობა ჩემი მხარდასაჭერი აქციის გამო. ბოდიში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ აქციაზე გახდა პოლიციისგან ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ნერვიულობდი ამის გამო. თითქოს თვითგვემაში გადამდიოდა. თავს ვიდანაშაულებდი. მადლობა ყველა იმ ხალხს, რომლებიც მთელი ამ წლის განმავლობაში მე, ჩემს ოჯახს, საქართველოს ედგა გვერდში. არ ვიცი როგორ შეძლებთ ამდენი ხანი ამდენი უსამართლობის მერე ასე მამაცად იდგეთ და იცავდეთ ქვეყანას. ბრალდების მხარის მოთხოვნა არის სასჯელის დამძიმება, თუმცა დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებული პირის უდანაშაულო ცნობას. დაცვის მხარის პოზიცია ემსგავსება ისეთი ტიპის შეფასებას, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ სადმე კონკრეტულად რომელიმე პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული, თითქოს ეს რომელიმე მოქალაქეს აძლევს იმის უფლებას, რომ თავს დაესხას პოლიციის თანამშრომელს. სამწუხაროდ დაცვის მხარე ასეთ ტიპის შეფასებას აძლევს აუცილებელ მოგერიებას, რასაც არანაირი შემხებლობა არ აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან და კანონმდებლობას. მათედევიძის განმარტებითვე ის იყო ძალიან შეშინებული, მას თითქმის არაფერი არ ახსოვდა და თუ რაიმე მოიქნებდა მხოლოდ იმიზნით, რომ დაეცვა თავი. ამას ამბობს დაზარალებული პოლიცია. თავდასხმას ჭირდება მოტივი, ქმედება რომ თავდასხმა შეფასდეს, ჭირდება გაზრახვა, ჭირდება მიზანი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვინმე დაზიანება მიიღო, დაზიანებას ადამიანები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იღებენ. დაზიანებას ადამიანები იღებენ 126 მუხლით ჩადენილი დანაშაულის. 353 პრიმა მუხლით დანაშაულის ჩადენისას უნდა იარსებობდეს პოლიციელზე საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შურისძიების მიზნით ან გენერალური ზიზღის მოტივით თავდასხმა. საქმის მასალებში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შურისძიების სურვილს, ანგარიშწორების სურვილს ან გენერალურ ზიზღს დაადასტურებდა პოლიციის ან ამ კონკრეტული პოლიციელების მიერ. სასამართლოში დღეს სინდისის კიდევ 3 პატიმრის საქმე განიხილეს ასოხაშვილი, ლომიძე, მუსელიანცი, სადაც ასევე ადვოკატებმა მიმართეს მოსამართლეს და ზეპირსიტყვიერად უწევდათ მათ აეხსნათ, რამდენად უკანონო იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა გამოიყენეს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და სთხოვდნენ მოსამართლეს, რომ შეეჯამებინა და განეხილა ყველა ის ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც საქმის მასალებში სარეზოლუციო ნაწილში იყო გამოყენებული. ამ ყველა საქმეზე გამოცხადება გადაიდო მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, რას გადაუწყვეტავს, რა ვერდიქტს გამოიტანს უკვე ქვეყნის მეორე ინსტანცია სინდისის 4 პატიმრის საქმეზე.